ეხლა ყველა სალაპარაკო თემა ეს არის აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება. თვეების განმავლობაში დაბომბვისა და ნავთობის ბაზრების ვარდნის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ის ამტკიცებს, რომ მსოფლიო გლობალური დეპრესიის ზღვარზე გადაარჩინა, რადგან ახლა ნავთობის ფასები საბოლოოდ იკლებს. თუმცა, ყველა არ არის მაყოფილი ამ შეთანხმებით. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შეთანხმება უბრალოდ აძლევს ირანის რეჟიმს დროსა და საშუალებას, რომ აღიდგინოს ძალები მომდევნო კონფლიქტამდე. ეხლა ჩვენთან ერთად სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ სტუმრები შემოგვიერთდნენ. ჩვენთან ერთად არიან პროფესორი ჰაინც გარტნერი, ვენის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, ხოსროვ ისფაჰანი, ირანში დემოკრატიის ეროვნული კავშირის კვლევების დირექტორი და კავეხ შარური, იურისტი და მაკდონალდ ბლორიეს ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. კარგით, ყველას დავიწყებ ჩვენს 30 წამიან სწრაფ რაუნდს. გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ მხოლოდ 30 წამი, რომ პასუხოთ ჩვენს პირველ კითხვას. პირველი კითხვის შემდეგ მოგცემთ შესაძლებლობას უფრო გრძელი პასუხები გასცეთ. ჩვენი პირველი კითხვა იქნება: თუ დაგჭირდებოდათ ფსონის დადება, ეს შეთანხმება შენარჩუნდება წლის ბოლომდე? დიახ თუ არა და რატომ? პროფესორ გარდნერ, გთხოვთ დაიწყეთ. ვითხოვდი ფრთხილად, დიახ, რადგან ალტერნატივა იქნებოდა სრულმასშტაბიანი ომი. და ომმა აქამდე მოსალოდნელი შედეგები არ მოიტანა. არც რეჟიმის შეცვლა, არც კაპიტულაცია, არც ბირთვული პროგრამისა და რაკეტების განადგურება, ასევე ჩანს, რომ პრეზიდენტი ტრამპი, ირანი და სპარსეთის ყურის ქვეყნები ომში დაბრუნებას არ ისურვებენ. კარგი, ხოსროვ ისფაჰანია, რას ფიქრობთ? სრული დარწმუნებით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შეთანხმება შენარჩუნდება. ორი სწრაფი მიზეზი. პირველი, ისლამური რესპუბლიკის ახლანდელმა ახალმა უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ამ მემორანდუმს, სამშვიდობო შეთანხმებას, რაც არ უნდა იყოს პრინციპულად. და მეორე, ძველი უზენაესი ლიდერის ხამენეის სამგლოვიარო პროცესია 4 ივლისს დაიწყება. ეს არ არის ნიშანი იმისა, რომ რეჟიმმა მშვიდობა და რეინტეგრაცია მიიღო. კარგი, და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კავე შარუს. რას ფიქრობთ ამ კითხვაზე? ფიქრობ უფრო სავარაუდოა, რომ მშვიდობის შეთანხმება შენარჩუნდება. ამაში ჩართული ორი მთავარი მხარეა, შეერთებული შტატები და ირანი. არც ერთს მათგანს ნამდვილად არ აქვს დიდი мотиваცია, რომ ომში დაბრუნდეს. ირანი, მიუხედავად მთელი თავისი ხმაურისა და რიტორიკისა, ამ ომმა ძალიან მძიმედ დააზიანა და დაასუსტა. და დონალდ ტრამპისთვის ეს ომი პოლიტიკური კატასტროფა იყო. ეკონომიკურადაც ამერიკელებმა იზარალეს, მათ ეს ომი არ სურთ. ასე რომ ვფიქრობ, არც ერთს მათგანს არ აქვს мотиваცია. აქ მთავარი გაურკვეველი ფაქტორი ისრაელია. ისინი აშკარად უკმაყოფილონი არიან ამით და შეიძლება ქონდეთ мотиваცია ჩაშალონ ეს შეთანხმება. კარგი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ პასუხებისთვის. ეხლა პანელს უფრო გრძელ პასუხებს მივცემთ საშუალებას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მაინც მოკლედ უპასუხოთ, ყველას მოსმენა გვინდა. ეხლა იცით, ამ შეთანხმებას უწოდებენ ყველაფერს, ისტორიულ გარღვევასაც და დროებით ზავს, რომელიც დიპლომატიად არის შენიხული. კალებ, ჩემი კითხვა ასეთია: სინამდვილეში რომელი უფროა? ჩემი აზრით ეს უბრალოდ გვაბრუნებს იმ სტატუს კვოში, რაც ომამდე იყო, გულწრფელად რო ვთქვა. და სამწუხაროდ ფიქრობ, ეს აძლიერებს ირანის რეჟიმს. ეხლა არსებობს გარე თავდასხმების საფრთხე. გულისხმობ, ეს ყოველთვის იყო ის ბერკეტი, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იყენებდნენ. ეს ბერკეტი ძირითადად აღარ იარსებება. ირანის რეჟიმმა ეხლა იცის, რომ ყოველთვის შეუძლია ძალის დემონსტრირება და ჰორმუზის სრუტის კონტროლი. ბევრი ფული მის ხაზინაში შევა. რაც შეეხება მათ ბირთვულ ვალდებულებებს, იმ ზომით, რამდენიც ამ მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება გაჩნდეს, მე არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი განსაკუთრებით კარგი მოლაპარაკე აღმოჩნდა. არ ვფიქრობ, რომ ის ობამას ადმინისტრაციაზე ბევრად უკეთეს შეთანხმებას მიიღებს, არც ბალისტიკურ რაკეტებსა და მის მიერ პროქსი ძალების მხარდაჭერაზე. ეს ყველაფერი მემორანდუმში საერთოდ არ არის ნახსენები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ირანი საბოლოოდ უფრო უკეთეს მდგომარეობაში დარჩება სინამდვილეში იმ ყველაფრის შედეგად, რაც მოხდება. კოსრა, მაინტერესებს შენი აზრი, მოვისმინო. ფიქრობ, რომ ეს შეთანხმება საბოლოოდ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ისლამური რესპუბლიკის დაცემას?
არ აქვს მნიშვნელობა, რას შეიცავს ეს შეთანხმება. ის აძლევს ისლამურ რესპუბლიკას პაუზას, რათა თავიდან მოიკრიბოს ძალები, აღადგინოს სამხედრო შესაძლებლობები, აღადგინოს კონტროლი ირანში და ასევე მისცემს ფინანსურ რესურსებს. მაგრამ კარგი ის არის, რომ ისლამურ რესპუბლიკას მართავს აზარტული მოთამაშეების ჯგუფი, რომლებიც ყოველთვის აჯარბებენ თავიანთ შესაძლებლობებს. მათ ეს წარსულშიც გააკეთეს. ისინი მომავალშიც იგივეს გააკეთებენ. ისინი კონფლიქტის ფარგლებს გააფართოებენ ირანის შიგნით ირანელი ხალხის წინააღმდეგ და ირანის საზღვრებს გარეთ მსოფლიო ძალების წინააღმდეგ. ეს საბოლოოდ მათ დაღუპვას გამოიწვევს. მე მჯერა, რომ ეს შეთანხმება, ის ფული, რომელსაც ისინი მიიღებენ, მემორანდუმი და მისი სტრუქტურა, ეს მათ მცდარ წარმოდგენას შეუქმნის. თითქოს ომი მოიგეს და ამის გამო ზედმეტად გაბედულად იმოქმედებენ. მაინტერესებს რა სიტყვით ამაზე პროფესორ გარდნერ. ფიქრობთ, რომ ისლამური რესპუბლიკის დაცემა მოახლოებულია, როგორც ამას შეიძლება ითქვას, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამტკიცებს, განსაკუთრებით ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. რეჟიმის შეცვლა ამ ორი ომის შემდეგ არ მოხდა და რეჟიმის შეცვლა უკვე მრავალი ოპოზიციური ლიდერის ბრის წესრიგში იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში რეჟიმი დარჩა. მაგრამ სწორია, რომ მთავრობა და სისტემა გარკვეულწილად შეიცვალა, ასე რომ ძველი რევოლუციური გვარდია აღარ არის ხელისუფლებაში და ჩვენ ხედავთ უფრო ეფექტურ რევოლუციურ გვარდიის ლიდერებს, რომლებიც უფრო მეტად სამხედრო ძალაზე ფიქრობენ, ვიდრე რელიგიურ იდეოლოგიასთან. ასე რომ მათ თავიანთი გაკვეთილები ირან-ერაყის ომიდან ისწავლეს და არა იმდენად ირანის რევოლუციიდან. ასე რომ ჩვენ ვიხილავთ ცვლილებას, შესაძლოა საზოგადოების გახსნას, მაგრამ არა იმდენად პოლიტიკურ მიზნებში. ის ავტორიტარული დარჩება, მაგრამ ჩვენ მაინც ვიხილავთ გარკვეულ ცვლილებას. და რა თქმა უნდა, თუ მემორანდუმი განხორციელდება და მოხსნის გარკვეულ სანქციებს და გაათავისუფლებს აქტივებს, არ ვეთანხმები იმას, რომ ყველაფერი სამხედრო ან წინააღმდეგობის პოლუსს მოხმარდება, რადგან ასევე ახალი სისტემა ოპოზიციისა და დემონსტრაციების ეშინია. და ბოლო დემონსტრაციები ეკონომიკური უკმაყოფილების გამო დაიწყო. ამიტომ სისტემამ და მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს ამ ეკონომიკური სირთულეების გადასაჭრელად, ასე რომ ამ ფულის დიდი ნაწილი ირანის ეკონომიკაში უნდა წავიდეს. იცით საინტერესოა, ფიქრობთ, რომ სამართლიანია ითქვას, რომ ამ პროტესტების მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ფიქრობთ, არის ისეთი სცენარი, რომ ირანის საზოგადოებიდან აღარ ვიხილავთ პროტესტებს არსებული ვითარების გათვალისწინებით? არა. დასაკვირველია, ეკონომიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ერთადერთი ფადერთი პრობლემა, რაც ირანელებს აქვთ. ირანელები 87 წლის განმავლობაში სასტიკად ექცეოდნენ თავიანთი რეჟიმის მხრიდან. ისინი მოკლეს. ისინი კანონის მიხედვით აპარტეიდის სისტემის ქვეშ იმყოფებოდნენ. ირანელებს ბევრი პრობლემა აქვთ და ეკონომიკა მხოლოდ ამის ნაწილია. და ასევე არ ვფიქრობ, რომ სისტემაში ფულის შემოდინება საშუალო ირანელისთვის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რადგან ამ ფულის დიდი ნაწილი მოიპარება. იცით, ირანი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული რეჟიმის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში. ამ ფულის დიდი ნაწილი გადაირიცხება სამხედრო პროგრამებზე, ტერორისტულ მარიონეტულ დაჯგუფებებსა და სხვა მსგავს საქმეებზე. ესე რომ პირველ რიგში არ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური სირთულეები საშუალო ირანელისთვის გაქრება. და მეორე, თუნდაც ეს გამოსწორდეს, ვფიქრობ ირანელებს ბევრი რისკი აქვთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ირანელი ხალხის მხრიდან ამ რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ აჯანყებას ვიხილავთ. ირანელმა ხალხმა ძალიან ნათლად აჩვენა, რომ სურს ეს რეჟიმი წავიდეს. მაგრამ ვფიქრობ უბრალოდ სამწუხაროა, რომ მათ მოუწევთ გამკლავება რეჟიმთან, რომელიც გაძლიერდა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების შედეგად. ეხლა როგორც იცით, ჩვენ ვუყურებთ სიტუაციას, სადაც სპარსეთის ყურის ეკონომიკები რეცესიაში შედის. განვითარებადი ქვეყნები ზღუდავენ საწვავის მოხმარებას. ამერიკაში ინფლაცია 3 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. თუნდაც ეს შეთანხმება ძალაში დარჩეს, რამდენი დრო უნდა გავიდეს, სანამ ჩვეულებრივი ადამიანები რეალურად იგრძნობენ ცვლილებას, რაც ადგილზე ხდება. და იცით, ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური ინტერესები ძალიან სერიოზულ როლს თამაშობდა, შეიძლება ითქვას, ტრამპის გადაწყვეტილებების მიღებაში.
ბევრი ამბობს, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ ვიხილავთ, როგორ უბრუნდებიან შეერთებული შტატები და ირანი ომისკენ. რას ფიქრობთ ამაზე? და მინდა კონკრეტულად გოსროს კითხო. სანამ ამ კითხვას უპასუხებ, მინდა ერთ საკითხს შევეხო, რაც პროფესორმა თქვა. მთელი პატივის სემი ბატონო, თქვენ არ არსებულ პარალელურ სამყაროში ცხოვრობთ. რომელ სამყაროში გახდა ისლამური რესპუბლიკა ნაკლებად იდეოლოგიურად მოტივირებული. უსმენთ რეჟიმის პროპაგანდას, კითხულობთ მათ გაზეთებს, უყურებთ მათ სახელმწიფო მედიას, ეს აბსოლუტურად არასწორია. რეჟიმის პროპაგანდა და იდეოლოგია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს რასაც ამბობთ, ფაქტობრივად აბსოლუტურად არასწორია. ისინი სინამდვილეში შიიტური ისლამიზმის ყველაზე უკიდურეს მიმდინარეობებს ემხრობიან. თეირანიდან გამომავალი რიტორიკა არის ისლამისტური ექსპანსიონისტური რეჟიმის ენა, რომელიც თვლის, რომ მოიგო ომი შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან და ემზადება კონფლიქტის შემდეგი ეტაპისთვის. არ არსებობს აბსოლუტურად არანაირი ნიშანი ზომიერების, რეფორმის ან ცვლილების რეჟიმის რიტორიკაში ან მის მიდგომაში. ეხლა დაუბრუნდეთ თქვენს რეალურ კითხვას. გულფის ქვეყნები გასული წლის განმავლობაში შეერთებული შტატებისა და ისრაელის გარდა ისლამურმა რესპუბლიკამ დაარტყა 12 ქვეყანას. 12 ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს და ისრაელს. ისინი აქ და იქ ხმალს გაახმაურებენ, დაემუქრებიან ყველა რეგიონულ მოთამაშეს. ისინი, როგორც კავემ აღნიშნა, არ გამოიყენებენ არც ერთ თეთრს იმ ფულიდან, რომელსაც ამ მემორანდუმით მიიღებენ, თუ საერთოდ მიიღებენ რამეს, ირანის ხალხისთვის. ეს კიდევ უფრო გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. როცა ირანში მცხოვრებ ხალხს ესაუბრები, ისინი ვერ იხდიან ქირას, ვერ იხდიან სამედიცინო მომსახურებას, ვერ ყიდულობენ საკვებს. ხალხი აბსოლუტურად ცვალობს და ეს მხოლოდ ეს არ არის. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში რეჟიმი ღამის აქციებს ატარებს ქვეყნის მასშტაბით. ამ რეჟიმის ხულიგნები ქუჩებში გამოდიან, ხალხს ავიწროებენ, ყვირიან და სკანდირებენ, ზეიმობენ თავიანთ გამარჯვებას შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე. ისინი ილუზიებში არიან, რომ ამას გამარჯვებად აღიქვამენ, მაგრამ ასე აღიქვამენ და ეს კიდევ უფრო ამხნევებთ მათ ირანის ხალხის ჩაგვრის მხრივ. უკვე ვხედავთ ნიშნებს, რომ რეჟიმი ქალებზე, მათ ჰიჯაბის უფლებებზე ზეწოლას აძლიერებს. ვხედავთ კიდევ უფრო გამკაცრებულ ზომებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის წინააღმდეგ. რამდენი ირანელი იხსნება ახლა ციხეში? რამდენ ირანელს ასრულებენ ყოველდღიურად ქვეყანაში? ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს იმ რისხვას, რომელიც იანვარში დაგროვდა, როცა მილიონობით ირანელი ქუჩაში გამოვიდა. 10,000-ობით მათგანი ცივსისხლიანად მოკლეს, უდანაშაულო ირანელები, რომლებიც უიარაღო იყვნენ. ეს რისხვა ისევ ქუჩებში გადმოიღვრება, ბევრად უფრო მალე, ვიდრე ვინმე შეუძლია წარმოიდგინოს. იცით პროფესორ გარდნერ, რა თქმა უნდა, მინდა მოვისმინოთ თქვენი პასუხი ყველაფერზე, რაც კოსტრომ ახლახან თქვა და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენს დისკუსიას. რეჟიმ აღმოაჩინა, რომ რელიგიას აღარ შეუძლია ასე მასშტაბურად მობილიზება. და პირველი ომის შემდეგ სისტემა და მთავრობა რეჟიმი ნაციონალიზმს მიუბრუნდა. ამიტომ, რასაც ვისმენთ, ეს უფრო მეტად ნაციონალისტური იდეოლოგია, ნაციონალისტური რეჟიმი, რომელიც ცდილობს საზოგადოების ყველა ნაწილის ჩართვას. ასე რომ ისინი, ვინც ასევე უკმაყოფილო იყვნენ რეჟიმით და მონაწილეობდნენ იანვრის დემონსტრაციებში, ამიტომ მათგან ბევრი ომის გამო დროშის გარშემო გაერთიანდებოდა. უბრალოდ შეხედეთ საზოგადოებას. ასე რომ რეპრესიები რელიგიური წესების მხრივ სუსტდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ავტორიტარული რეჟიმი ძლიერდება. ასე რომ ცვლილებას ნამდვილად ვხედავთ, ასე რომ მე არ ვფიქრობ, რომ 69 წლის შემდეგ სიტუაციას დაუბრუნდით. ასე რომ ეს ზოგიერთი ანალიტიკოსის არასწორი ვარაუდია. კიდევ ერთხელ ეს ფაქტობრივად არასწორია. ისლამური რესპუბლიკის მიერ შარიათის კანონის დაწესება ქვეყანაში არ შემსუბუქებულა. რაც თქვენ საუბრობთ, ისლამური რესპუბლიკის სრული ნაციონალიზმის მიღება. ეს მოძრაობა დაიწყო, მაბა დაიწყო მაჰმუდ აჰმადინეჟადის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს 2005 წელს. ეს იყო მთელი კამპანია, რომელსაც ისლამური რესპუბლიკა აწარმოებს უკვე 2 წლეულის განმავლობაში. ან თქვენ არ აკვირდებოდით იმ საქმეს, რომელზეც საუბრობთ, ან კი ნახევრად სიმართლეებით ხართ შეცდომაში შეყვანილი. გავე, დავინახე, რომ გსურდა პასუხის გაცემა.
დიახ, ჩავართვები, ვგულისხმობ ხედავ არგუმენტების სიძლიერეს, რომელსაც ორივე ბატონი აკენებს. უცებელად რო გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იხენებს თუ არა ისლამური რესპუბლიკა რელიგიას თუ ნაციონალიზმს. მისი რეპრესიები იგივე რჩება. ასე რომ პროფესორს ასე გიპასუხებდით, სულ რამდენიმე დრის წინ რეჟიმმა გამოაცხადა, რომ ქალს სახელად პარასტუ აჰმადი მხოლოდ იმის გამო, რომ ლაივში იმღერა დაგვიან 74 დარტყმას მისცემენ. იცით, ეს არ არის რეჟიმი, რომელიც ზომიერებას იჩენს თავის ქცევაში, გეთანხმებით. ანუ ის სულ უფრო მეტად ეკრდნობა ნაციონალისტურ ენას, რადგან ირანელები ამაზე ცოტა უფრო მეტად რეაგირებენ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რეჟიმის ფუნდამენტური ბუნება იცვლება. რეპრესიები ამ სისტემის დნმ-შია ჩადებული. და არ ვფიქრობ, რომ ბირთვული შეთანხმება ან პერსონაჟების შეცვლა ამას შეცვის. ეს არის რეჟიმი, რომელიც ყვავის და არსებობს იმისთვის, რომ თავის მოსახლეობა დაიმორჩილოს. ასე ფუნქციონირებს ის. იცით, ტრამპი აშკარად ამ შეთანხმებას დიდ მიღწევად მიიჩნევს. ის ამბობს, რომ ეს მთლიანად ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას მოიტანს. რა თქმა უნდა, ჩემი კითხვა ესეთია, ვინ მოიგო რეალურად, თქვენ როგორ ფიქრობთ, როცა ამ შეთანხმების პირობებს ამ 14 სხვადასხვა პუნქტს უყურებთ? კავა, მინდა პირველად შენგან მოვისმინო პასუხი ამაზე. მე სუპერ სოციალურ მედიაში ვთქვი და ახაც გავიმეორებ. ფიქრობ ეს ალბათ ამერიკის სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მონგრელი მომენტი იყო. ამერიკელების კაპიტულაციის თვალსაზრისით იმ დანებებასთან დაკავშირებით, რაც მათ ამ მემორანდუმით აჩვენეს. არ ვფიქრობ, რომ ამ მემორანდუმზე რაიმე ისეთი ინტერპრეტაცია შეიძლება გაკეთდეს, რომ ამერიკელები ამ შეთანხმებიდან გამარჯვებულებად გამოვიდნენ. ფაქტობრივად, ამ მემორანდუმში არსებული ყველა 14 პუნქტი ირანელების სასარგებლოდ არის. ეს ირანელების სურვილების სია. Beitsit ირანის რეჟიმში არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ სინამდვილეში მათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ამაზე უკეთეს შეთანხმებას მიიღებდნენ. უზარმაზარი თანხები, იცით, მათ განაცხადეს, რომ ფაქტობრივად ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებენ. 60 დღის განმავლობაში მემორანდუმი ამბობს, რომ ისინი ამისთვის გადასახადს არ დააწესებენ, რაც ნიშნავს, რომ შემდეგში ჰორმუზის სრუტის გამოყენებაზე გადასახადის დაწესების უფლება ექნებათ. ასეთ გრძელდება ყველაფერი. ასე რომ ჩემთვის ეჭვი არ არის სამწუხაროდ, როგორც არ უნდა მткиოდეს ამის თქმა, ირანელები ამ ყველაფრიდან გამარჯვებულებად გამოვიდნენ. და გულწრფელად რო ვქვა, ეს ყველაფერი დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინდაუხედაობის ბრალია. პროფესორ გარდნერ, თქვენ როგორ უყურებთ ამას? ეს ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებაა თუ ირანის ისლამური რესპუბლიკის? მე ამას ნულოვანი ჯამის თამაშად არ ხედავ. და ეს ფეხბურთის თამაში არ არის, სადაც ვინმე იგებს ან აგებს. ასეთი მემორანდუმი ხელშეკრულება ან რაც არ უნდა იყოს, ყველა პრეტენზიასა და ინტერესს უნდა შეეხოს. და რა თქმა უნდა, მემორანდუმში 4 ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია აღნიშნული. ეს რა თქმა უნდა ყველა ომის დასასრულია, მათ შორის ლიბანისაც, რომელიც ერთ-ერთ ნაწილად არის ნარსენები, მაგრამ მეორე მხრივ ასევე ჰორმუზის სრუტის გახსნა, ორმაგი ბლოკადის მოხსნა, მესამე ბირთვული საკითხი და ჩვენთვის სანქციების მოხსნა და ირანული აქტივების გაყინვის გაუქმება. ასე რომ პრობლემა არ არის ის საკითხები, რომლებიცაც განიხილება, პრობლემა არის თანმიმდევრობა. ანუ რომელი მოდის პირველ რიგში. და ჩვენ ხედავთ, რომ ეხლა ლიბანი გამოიყენება ჰორმუზის სრუტის წინააღმდეგ და თითოეული საკითხი რაღაცნაირად გამოიყენება ერთმანეთის წინააღმდეგ. ამიტომ მე ვთავაზობ, რომ თითოეული საკითხი ცალ-ცალკე განვიხილოთ, მოვილაპარაკოთ და შემდეგ უკვე თანმიმდევრობაზე ვიფიქროთ. ამიტომ და ვითხოვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროვოკაციულად ჟერდეს, ვფიქრობ, ბირთვული საკითხი ყველაზე მარტივია მოსაგვარებლად, რადგან უკვე ბევრი რამ არსებობს, რაზეც შეიძლება ავაგოთ. რაც შეეხება ბირთვულ საკითხს, კოსტრო, მაინტერესებს შენი აზრი ამაზე. იცი, ეს შეთანხმება JCPOA-ს გავს, რაიმე განსხვავებაა? ვინ იცის სინამდვილეში რა მოხდება ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით? მანამდე სანამ ამ სტუდიაში პანელის ჩასაწერად შემოვიდოდით, ვიღებდით ცნობებს, რომ ისლამური რესპუბლიკის მოლაპარაკეები მოლაპარაკებებს გამოეთიშნენ. ისლამური რესპუბლიკა აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა. ისინი ცდილობენ დროის მოგებას და ამ პერიოდის გახანგრძლივებას, რომელსაც გამოიყენებენ სამხედრო შესაძლებლობების აღსადგენად. მაგრამ მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო იმასთან დაკავშირებით, ვინ მოიგო და ვინ წააგო ეს ომი. ისლამური რესპუბლიკა, ომი, რომელიც მან დაიწყო. ეს ომი არ დაუწლია შეერთებულ შტატებს ან ისრაელს. ეს არის ომი, რომელიც ისლამურმა რესპუბლიკამ დაიწყო თავისი დაარსებისთანავე, 1969 წელს.
მისი მთავარი მიზანი იყო უნივერსალური ისლამისტური სახელმწიფოს შექმნა ირანის საზღვრებს გარეთ. ამ კამპანიის მეორე მიზანი არის ებრაული სახელმწიფოს განადგურება და ყველა ებრაელის მოკლა ახლო აღმოსავლეთში. სანამ სუნთქავთ, სანამ ვიბრძვით, ჩვენ არ დაუმარცხებულ ვართ. დიპლომატიის ბრძოლაში ჩვენ დავთმეთ პოზიციები ისლამური რესპუბლიკის წინაშე და ეს იყო შეცდომა, მაგრამ ომი არ დასრულებულა, სანამ ისლამური რესპუბლიკა სუნთქავს. ეს იყო Global Eye. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით 24 News English-ზე. მე ვარ ნატაშა გიროჩუკი. დარჩით 24 News English-ზე, რათა მიიღოთ უახლესი სიახლეების უწყვეტი გაშუქება ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელში. მომავალ შეხვედრამდე.